დოკუმენტური ფილმები შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ადამიანებისთვის, რომ საკუთარი ისტორიები მოქმნեն. ზოგჯერ ეს ისტორიები ჩვეულებრივია, მაგრამ მათი წარმოდგენის ფორმამ შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივი ხოლოდღიური ადამიანებიც კი უჩვეულოდ ან საინტერესოდ წარმოაჩინოს. ნომერი 10. 1975 წელს კინორეჟისორებმა ალბერტ და დევიდ მეიზლზებმა გამოუშვეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ორ ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც საზოგადოებას თითქმის მთლიანად დავიწყებული ჰყავდა. ეს ფილმი გარკვეულწილად საკამათო იყო იმ დროსაც და მას შემდეგაც ასე დარჩა. მაგრამ Grey Gardens-მა ასევე მოახდინა გავლენა პოპულარულ კულტურაზე ისე, როგორც მის ორ გმირს არასდროს წარმოედგინა. მეიზლის ძმები პირველად 1972 წელს გაეცნენ ედით ბილისა და მისი ქალიშვილის Little Eddie's ისტორიას. დედა და ქალიშვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წევრები იყვნენ. უფროსი ედიტი იყო ჯონ ბლეკჯეკ ბუვიესტა, რომელიც Wall Street-ის ბირჟის მაკლერი და ყოფილი პირველი ლედი ჯეკი კენედის მამა იყო. პატარა ედის მამა იყო ფილონ ბილი, სპორტსმენი და იურისტი. მათი ოჯახების ცხოვრებიდან გამომდინარე, ამ ქალს უნდა ეცხოვრა კომფორტულად ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ნაწილად, მაგრამ ასე არ მოხდა. ფილონმა 1930-იან წლებში ცოლს დაშორდა და 1940-იან წლებში ოფიციალურად განქორწინდა. ედიტი სრულად გადავიდა საცხოვრებლად Grey Gardens-ში, დიდ სასახლესა და მამულში, East Hampton-ში. თავდაპირველად მას მამა და სრული პერსონალი უჯერდნენ მხარს. მაგრამ როცა ის გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეობა ოჯახის წევრების კონტროლქვეშ გადავიდა, რომლებმაც მას და პატარა ედიტს ძალიან ცოტა დაუტოვეს საარსებოდ. Grey Gardens-ი თანდათანობით მოუვლელ მდგომარეობაში ჩავარდა. პატარა ედიტმა უარი თქვა ბროდვეის ოცნებებზე და მანჰეტენში ცხოვრებაზე, რათა დედასთან გადასულიყო და მას დახმარებოდა. მაგრამ ძალიან ცოტა შეეძლო გაეკეთებინა ქონების დაქვეითების შესაფერხებლად. ბაღები გადაზრდილი და მოულელი გახდა, ხოლო თვითონ სახლი ინგრეოდა. როცა მეისლზის ძმები პირველად გააცნეს ბილებს, ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახლი არ წაერთმიათ მათთვის. ქონების მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო. სახლი სავსე იყო რწყილებით და მასში კატები და ველური ცხოველები ცხოვრობდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო ინსპექციების სერია, რომელსაც ედითი რეიდებს უწოდებდა და მათ გამოსახლებას ემუქრებოდა. 1972 წლის ზაფხულში ედითის დეიდაშვილები ჩაერიმნენ და სახლის გასამაგრებლად და შესაკეთებლად საჭირო თანხები გამოქვეს. ეხლა სახლი სოფლის ნორმებს აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. თუმცა ბილები მაინც აგრძელებდნენ იქ ცხოვრებას. Grey Gardens თავდაპირველად Lee Radziwiłł აფინანსებდა, მაგრამ პროექტი შეჩერდა. როცა მეიზლები 1974 წელს დაბრუნდნენ, ეს უკვე მისი მხარდაჭერის გარეშე მოხდა, მაგრამ ედიტსა და პატარა ედის როგორც ჩანს მათი სტუმრობა უხაროდათ. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა ბილებთან ურთიერთობა 1 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა და მათი ცხოვრების მცირე ეპიზოდები გადაიხო. ფილმში Grey Gardens-ი არ იყო ფონური მუსიკა, არც თხრობა და არც ოფიციალური ინტერვიუები. ამის ნაცვლად ორი ქალი თავად ესაუბრებოდა ფილმის გადამღებ ჯგუფს და კამერას, როცა ყოველდღიურ საქმეებს აკეთებდნენ. ზევით აივანზე ისვენებდნენ, ან საერთო საძინებელში მუსიკას უსმენდნენ. ისინი ყვებიან ისტორიებს ახალგაზრდობის წლებიდან, როცა ჯერ კიდევ მაღალი საზოგადოების ნაწილი იყვნენ და მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ. პატარა ედის მიერ მოყოლილი ისტორიები განსაკუთრებით სევდიანია. დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ის 50 წელს გადაცილებული იყო და აშკარა იყო, რომ გრძნობდა თითქოს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დედის მხარდასაჭერად დათმო. ის ყვება მეგობრებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ექთნებათ საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ შეყვარებულები გახდნენ. ასევე ძველ ურთიერთობებზე, რომლებიც ნაწილობრივ დედის მოუწონებლობის გამო დასრულდა. ზოგჯერ ორი ედიტი ერთმანეთს ეჩხუბება, სანამ კამერისა და ხმის ჯგუფები უყურებენ, ხანდახან კი სარკეზე გადადიან კამერით. ზოგჯერ ყურება უხერხულია და მეისლზები გააკრიტიკეს ორი დაუცველი ქალის ექსპლუატაციისთვის. მაგრამ მათ კვეს, რომ ბილები ფსიქიკურად ავადმყოფები არ იყვნენ, უბრალოდ ექსცენტრულები იყვნენ და თავიანთ თავს გამოხატავდნენ და ამ დოკუმენტურმა მათ ხმა მისცა. ნომერი 9. ჯო სიმპსონსა და საიმონ იეიტსის ისტორია ბევრჯერ მოყოლილა მას შემდეგ, რაც 1985 წელს პერუს ანდებში საშინელი მოგზაურობა გადაიტანეს. 2003 წლის დოკუმენტური ფილმი ამ განსაცდელის შესახებ არის ხელახალი გამოცემა, რომელიც მაყურებელს მაქსიმალურად აახლოებს მოვლენებთან, რადგან თავად სიმპსონი და იეიტსი თავიდან ყვებიან ამ ისტორიას. შეხება სიცარიელესთან გამოვიდა 2003 წელს და ეფუძნება სიმპსონის მიერ დაწერილ მემუარებს, ხოლო სიმპსონი შეიძლება ჩაითვალოს ამ ისტორიის მთავარ პერსონაჟად. სიმპსონიც და იეიტსიც თავიანთი 20-იანი წლების შუაში უკვე გამოცდილი მთავსველები იყვნენ, როცა პერუში გაემგზავრნენ. ორივე ამბიციური იყო და ოცნებობდნენ, რაც შეიძლება მეტი მთის დაპყრობაზე. 1985 წლის ივნისში მათი მიზანი იყო სიულა გრანდეს დასავლეთ ფერდობის დაპყრობა. ეს იყო გზა, რომელიც მანამდე არავის დაეძლია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უცდია. დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილი აღწევს მათ ასვლას 6354 მეტრის სიმაღლის მთაზე.
ისტორია გადმოცემულია დრამატული რეკონსტრუქციით, ხოლო თხრობა მიმდინარეობს ინტერვიუების საშუალებით სიმფსონთან, იეტსთან და რიჩარდ ჰოუკინგთან, მათ არამთამსვლელ პარტნიორთან, რომელიც საბაზო ბანაკში ელოდებოდა. ინტერვიუები ცალ-ცალკე არის ჩაწერილი. თითოეული მამაკაცი კამერასთან საუბრობს და აღწერს იმ აზრებს, რომლებიც მას ტანჯვის დროს უტრიალებდა თავში. რთული ასვლის შემდეგ სიმფსონმა და იეტსმა მთის მწვერვალს მიაღწიეს. ეს მიღწევა მას შემდეგ იმავე მარშრუტით აღარავის გაუმეორებია. ორივე თამსვლელი ინტერვიუში აღწერს, რომ შვება იგრძნეს, რადგან თამსვლელური ავარიების 80% ასვლისას ხდება და ეხლა მხოლოდ ჩამოსვლა ჰქონდათ დარჩენილი. ამჯერად ისინი მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ჩავლენ. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ მოგზაურობის დაწყებიდან მალე სიმფსონი მოცურდა და ფეხი მოიტეხა. თამსვლელი მტკივნეულად დეტალურად აღწერს, რა მოხდა და რამდენად ძლიერ ტკივილს გრძნობდა. სიმფსონისთვის შეუძლებელი იყო გადახილ ფეხზე დაყრდნობა და მათ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდათ მთიდან ჩამოსასვლელად. სიმფსონი ელოდა, რომ იეიტსი მას უკან დატოვებდა და საკუთარ თავს გადაარჩენდა, მაგრამ იეიტს ორივეს ცოცხლად დაბრუნება სურდა. მან მათ შორის თოკი გაამაგრა და დაიწყო რთული პროცესი, სიმფსონის მთიდან ნელ-ნელა ჩამოშვება. ყოველ 150 ფუტში სიმფსონ როგორც შეეძლო დგებოდა, რომ თოკზე წონა შეემსუბუქებინა, რათა იეიტს თავისი თოკის დამჭერი მოწყობილობა კვანძზე გადაეტანა. ისინი წინ მიიწევდნენ, სანამ უბედურება კვლავ არ დატრიალდა. იეიტსმა უნებლიეთ სიმფსონ კლის კიდის იქით ჩამოუშვა. მკთალ შუქში და თოვლის წვენისას იეიტს ვერ შეეძლო დაენახა რა პრობლემა იყო. სიმფსონი ასობით ფუტის სიმაღლეზე ჰაერში ეკიდა, კალდის ზედაპირიდან ძალიან შორს იყო, რომ რამეს მოკიდებოდა და ვერ ახერხებდა თოკზე ზემოთ აძრომას. დოკუმენტური ფილმი შესანიშნავად აჩვენებს, რამდენად უიმედო იყო მდგომარეობა ორივე კაცისთვის და იმ ფიქრებს, რომლებიც იეიტსის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. როდესაც ნათელი გახდა, რომ სიმფსონი თოქზე ზემოთ აძრომას ვერ შეძლებდა, იეიტსმა თოქი გაჭრა, რათა კალდიდან მასთან ერთად არ გადაჩეხილიყო. სიმფსონი კრევასში ჩავარდა, საიდანაც მხოლოდ ერთი გზა იყო გამოსასვლელად, კიდევ უფრო ქვემოთ ჩასვლა. მაშინაც კი, როცა მან ეს ვიწრო ყინულის ნაპრალი დატოვა, წინ კიდე მთელი გზა საბაზო ბანაკამდე ჰქონდა გასავლელი. ეს იყო გზა, რომის გალაც ერთს მაშინაც გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად უნებელი იყო და ფიქრობდა, რომ მისი მეწველი ალპინისტი დაღუპული იყო. სიმფსონი ყოველგვარი ტრაბახის გარეშე აღწერს, როგორ დაბრუნდა საბაზო ბანაკში. ის ფიქრები, რომლებიც მას ამონძრავებდა და მოტივაციას აძლევდა, რომ გზა გაეგრძელებინა მაშინაც კი, როცა ყველა იმედი დაკარგული ჩანდა. ნომერი 8. იდიჰაკი მოვითხრობს Cambridge Analytica-ს სკანდალის ისტორიას, სამი ადამიანის თვალთახედვით, რომლებიც ამ დაპირისპირებაში იყვნენ ჩართული. დოკუმენტური ფილმი გადაიღეს მაშინ, როცა ეს ამბავი მსოფლიოს გაზეთებში ვრცელდებოდა და მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იხილოს, როგორ განვითარდა მოვლენები სამი მთავარი გმირისთვის. Cambridge Analytica იყო გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია. ის ამაყობდა, რომ თითოეულ ამერიკელ ამომრჩეველზე 1000-ობით მონაცემი ჰქონდა, რომლებიც ძირითადად ისეთი ვებგვერდების, როგორიცაა Facebook-ი, ონლაინ ურთიერთობების საშუალებით შეაგროვა. მათ თითოეული ამ მომხმარებლისთვის პროფილები შექმნეს და შეეძლოთ ამ მომხმარებლების მიზანში ამოღება რეკლამებით, რომლებიც მაშინდელ მოახლოებულ აშშ-ს არჩევნებს ეხებოდა. ეს იყო ინსტრუმენტები, რომლებიც Cambridge Analytica-ს მშობელ კომპანიას SCL Jacobs სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა გამოყენებული. SCL Jacobs წამოეწყო ფსიქოლოგიური ოპერაციების კამპანიები, რათა ხალხი დაერწმუნებინა გარკვეული გზით მიეცათ ხმა, ან საერთოდ არ მიეცათ ხმა, თუ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ისინი კომპანიის კლიენტების სასურველი მიმართულებით მისცემდნენ ხმას. 2015 წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ Cambridge Analytica უკანონოდ აგროვებდა მონაცემებს, რათა ისინი აშშ-ში პოლიტიკური კამპანიებისთვის გამოეტენებინა. მიუხედავად იმისა, რომ მედიის უმეტესობის ყურადღება Facebook-ზე იყო გამახვილებული, სადაც კომპანიამ მონაცემების უმეტესობა მოიპოვა, ეს ამბავი მხოლოდ Facebook-ის გაჟონოს არ ეხებოდა. ჟურნალისტი Carol Cadwalladr აგზელებდა ამ ამბის გამოძიებას, განსაკუთრებით კი Cambridge Analytica-ს ჩართულობას Leave.eu კამპანიაში Brexit-ის არჩევნებზე. Cadwalladr-ის გამოძიება და ინტერვიუ დოკუმენტური ფილმის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. დოკუმენტური ფილმის საშუალებით ის ახერხებს ახსნას, რომ ეს მხოლოდ გაჟონილი მონაცემები არ იყო და არჩევნების მანიპულაცია მთელ მსოფლიოში ნათელი ხდება. ამავე დროს, დოკუმენტური ფილმი მოვითხრობს David Carrollis, ამერიკელი უნივერსიტეტის პროფესორის ისტორიას. Carroll-მა გაიგო Cambridge Analytica-ს განცხადებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემებს, მათ შორის მასაც. 2016 წელს მან წამოიწყო კამპანია კომპანიის წინააღმდეგ, რათა ზუსტად გაეგო რა ინფორმაცია ჰქონდა Cambridge Analytica-ს მასზე. ეს მას დიდი ბრიტანეთის სამართლებრივ სისტემაში მძიმე და ხანგრძლივ გზაზე დააყენა, რასაც დოკუმენტური ფილმი დეტალურად მიხვება. ეს იყო რთული ბრძოლა, რომლის განვითარებასაც წლები დასჭირდა. სანამ კეროლი გაიგებდა რა მონაცემები ჰქონდა კომპანიას შეგროვებული, Cambridge Analytica-მ საქმიანობა შეწყვიტა. ეხლა აღარ არსებობდა კომპანია, რომელსაც ბრიტანეთის სასამართლოები აიძულებდნენ სიმართლე გაემჟღავნებინა. დოკუმენტურ ფილმში მესამე მთავარი რესპონდენტი ამბის მეორე მხრიდან იყო.
ბრიტენი კაიზერი იყო Cambridge Analytica-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი და კენდუელ ადრის გამოძიების ობიექტი. კაიზერი პირველად ჩანს ტაილანდში, აუსთან, სადაც ფილმის შემქმნელებმა ის იპოვეს. იმ დროს ის თვედა, გაამხელდა თუ არა Cambridge Analytica-ში მიმდინარე მოვლენებს. სკანდალი უკვე იზრდებოდა და სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდებოდა საჯარო, მაგრამ იმ დროს კომპანიის ჩართულობა Brexit-ის კამპანიაში დადასტურებული არ იყო. დოკუმენტური ფილმი აჩვენებს, როგორ იღებს ის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა არ არის ნახსენები, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ქადუალადერის გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია მისი მონაწილეობით 2015 წლის ნიგერიის არჩევნებში შავ-პიასში. ნომერი 7. ვერნონი, ფლორიდა. უცნაური დოკუმენტური ფილმია, რომელსაც ბოლო 45 წლის განმავლობაში რაც გამოვიდა, ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა მნიშვნელობა მიანიჭა. დოკუმენტური ფილმის უკანდგომი ისტორია ისეთივე უცნაურია, როგორც თავად ფილმი. ვერნონი პატარა ქალაქია ფლორიდის პანჰენდლში, რომლის მოსახლეობა დოკუმენტური ფილმის გამოსვლის დროს დაახლოებით 885 ადამიანს შეადგენდა. ქალაქმა გარკვეული ეროვნული ყურადღება მიიპყრო შემზარავი სტატისტიკის გამო, რამაც მას მეცმეც სახელი Nab City მოუტანა. აშშ-ში 1950-60-იანი წლებში უბედური შემთხვევის შედეგად კიდურის დაკარგვაზე შეტანილი ყველა სადაზვევო მოთხოვნის 2/3 სწორედ ამ პატარა ქალაქიდან მოდიოდა. დაზვერვის გამომძიებლები დაწმუნებულები იყვნენ, რომ რაღაც სახის თაღლითობა ხდებოდა. ამ შემთხვევების ბევრი ზედაპირზე სრულიად გონივრული ჩანდა, მაგრამ მცირე გამოკვლევაც კი აჩვენებდა საეჭვო დეტალებს, რომლებიც კითხვებს გააჩენდა მაშინაც კი, თუ ამ ერთი ქალაქიდან ასეთი მაღალი რაოდენობის შემთხვევები არ იქნებოდა. მაგრამ არასოდეს იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დაერწმუნებინათ, რომელიმე კონკრეტული შემთხვევა თაღლითური იყო. ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმე შეგნებულად მოეკვეთინა საკუთარი კიდური მხოლოდ ფულის გამო. სწორედ ამ ისტორია მიზი და რეჟისორი ერლ მორისი ამ ქალაქში. მას სურდა გადაეღო დოკუმენტური ფილმი ამპუტანტებზე, რომლებიც ახლად ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ცხოვრება დაკარგული ხელით ან ფეხით და იმ უცნაურ გარემოზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. უნდა ყოფილიყო რაღაც ვერნონში, რამაც ადამიანები ასეთ უკიდურეს ზომებამდე მიიყვანა. ორჯერ ის ვერნონში ჩამოვიდა ამ დოკუმენტური ფილმის გადასარემად. მეორედ, მან ვერნონში 1 წელი იცხოვრა, მაგრამ მას მტრულად შეხვდნენ და მის მიერ გადაღებული ადამიანები დაემუქრნენ. Noob City-ს დოკუმენტური ფილმის გადაღების ნაცვლად მორისმა სხვა გზა აირჩია და სრულიად განსხვავებული რამ შექმნა. Word in Florida განსხვავდება სხვა დოკუმენტური ფილმებისგან. მასში წარმოდგენილია რამდენიმე ადგილობრივთან ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ კამერასთან საუბრობენ. მათ შეუძლიათ ისაუბრონ რაც უნდათ, გადამღები ჯგუფის ჩარევის ან კითხვების გარეშე. ერთი კაცი საუბრობს ველურ ცხოველებზე, რომლებიც დაუჭერია და შინაურ ცხოველებად ჰყავდა, მათ შორის ენოტი და კუ. სხვა კაცი ყვება ისტორიებს ველური ინდაურის ნადირობაზე, რომელიც ჩაუტარებია და ხსნის, როგორ შეაგროვა სხვადასხვა ტროფეები, რომლებიც გამოფენილი აქვს. წვილი საუბრობს ნევადაში წასვლაზე და იმ ადგილიდან ქვიშის შეგროვებაზე, სადაც პირველი ატომური იარაღის გამოცდა ჩატარდა. ისინი ინახავენ მას ქილაში და სჯერათ, რომ ის იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მაყურებელმა დასცინა მათ პერსონაჟებს და მათ ცოტა უცნაურ ქცევებს, თავად ამ დოკუმენტურ ფილმში არაფერია დამცინავი. მურისმა აიღო პროექტი, რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხს, რაზეც მის პერსონაჟებს არ სურდათ საუბარი და ამის ნაცვლად მისცა მათ საშუალება საკუთარი ამბავი თავად წარემართათ. რაც არ უნდა იყოს. მე-6 ნომერი. ვიეტნამის ომის დროს 1000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ტყვე დაიყვანეს და სამხედრო ტყვეების სტატუსით დააკავეს. მხოლოდ 32-ს მოახერხა სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან წარმატებით გაქცევა და უსაფრთხო ადგილას დაბრუნება. მათ შორის დიტერ დენგლერი მხოლოდ მეორე იყო. 6 თვიანი ტყვეობის შემდეგ დენგლერი ლაოსში მდებარე ბანაკიდან გაიქცა და საბოლოოდ ვერნფრენმა გადაარჩინა. 1997 წლის დოკუმენტური ფილმი პატარა დიტერს ფრენა სჭირდება, დენგლერს საშუალებას აძლევს თავისი ისტორია მოყვეს. დენგლერის ფრენის სურვილი ბავშვობიდანვე დაიწყო შვარცვალდში, გერმანიაში, სადაც ის გაიზარდა. მისი სოფელი მოკავშირე ძალებმა გაანადგურეს მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი ოჯახი სიღარიბეში აღმოჩნდა. მაგრამ მოკავშირე, განსაკუთრებით კი ამერიკული თვითმფრინავების ცაში ხილვამ, დენგლერს პილოტობაზე ოცნება ჩაუნერგა. დოკუმენტურ ფილმში ის ბრუნდება სოფელში, სადაც გაიზარდა და ხვება, როგორ ხარშავდა მისი დედა შიმშილის დროს აფეთქებული სახლებიდან მოპოვებულ შპალერს საჭმელად. ომის დასრულების შემდეგაც კი ოჯახისთვის სიხარებიდან თავის დაღწევა უკიდურესად რთული იყო. დენგლერი მუშაობდა შეგირდა ძალადობრივი მჭედლისთვის, მაგრამ არასოდეს დაუთმია თავისი ოცნება. 1956 წელს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, დენგლერმა ავტოსტოპით მიაღწია ჰამბურგს და გემით გაემგზავრა ნიუ-იორკში. 1957 წელს დენგლერმა აშშ-ს საჰაერო ძალებში ჩაირიცხა. თუმცა დენგლერმა საჰაერო ძალებში ვერ შეძლო თავისი ოცნების ფრენის განხორციელება. მან ჩააბარა ავიაციის კადეტების ტესტი, მაგრამ მხოლოდ კოლეჯის კურსდამთავრებულებს შეეძლოთ პილოტებად გახდომა. მიუხედავად ამისა, დენგლერმა არ დანებდა და კოლეჯში ჩაირიცხა, რათა აერონავტიკაში დიპლომი მიეღო.
საბოლოოდ დენგლერი შეუერთდა აშშ-ს საზღვაო ძალების ავიაციის კადეტთა სასწავლო პროგრამას და ბოლოს აისრულა თავისი ოცნება. ამ დროისთვის აშშ-ში უკვე ჩართული იყო ვიეტნამის ომში. 1965 წელს მისი ესკადრილია შეუერთდა ავიამზით USS Rangers და ვიეტნამისკენ გაემგზავრა. ვიეტნამში ჩასვლიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში დენგლევის თვითმფრინავი ლაოსის ჯუნგლების თავზე ჩამოაგდეს. მეხის ჯექა ქუხილი და დამწვარი ველებიდან ამოსული კვამლი ხილვადობას ამცირებდა და მან სხვა პილოტები თვალთახედვიდან დაკარგა. მტრის ტერიტორიაზე 2 საათი და ნახევარი ფრენის შემდეგ დენგლერის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ის მალევე დააკავეს Pathet Laos ჯარის კაცებმა და თვედ წაიყვანეს. დოკუმენტურ ფილმში დენგლერს ლაოსში აბრუნებენ, რათა მას თავისი ტანჯვის აღწერაში დაეხმარონ. ადგილობრივებს თხოვენ დაეხმარონ მომენტების რეკონსტრუქციაში, თუმცა ეს ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ისინი დენგლერის გარშემოთ განან, როცა ის თავის ისტორიას ხვება. დენგლერის თქმით, ფილმში მონაწილე ბევრი მამაკაცი, შამაკაცი შეშინებული იყო და მას უნდა დაემშვიდებინა ისინი, რომ არაფერი იყო საშიში და ეს მხოლოდ ფილმი იყო. დოკუმენტური ფილმის განმავლობაში დენგლერი აღწერს მძიმე გამოცდებს, მათ შორის წამებასა და შიმშილს. მაგრამ არც ერთ მომენტში ის არ ნერვიულობს და არ იძაბება. ისტორია, როგორც წესი, მოყოლილია აღელვებული ამ მშრალი, ფაქტობრივი ტონით, რაც თითქმის ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოხუცი თავის შვილიშვილებს ომის ისტორიებს უყვება. თუმცა ეს ისტორიებს ნაკლებად შემაძრწუნებელს არ ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აღწევს ჰალუცინაციებს, რომლებიც შიმშილისა და ტკივილის გამო ჰქონდა. დენგლერი და მისი თანატყვეები ფარკუნგის მახლობლად მდებარე ბანაკში გაქცევის გეგმას აწყობდნენ. ეს იყო სარისკო გეგმა, რომელიც მოიცავდა მცველების იარაღების ხელში ჩაგდებას და სამწუხაროდ გეგმის მონაწილეთა უმეტესობა ვერ გადარჩა. გაქცევის მცდელობას მხოლოდ დენგლერი და კიდევ 2 ადამიანი გადაურჩა, თუმცა ის 2 მოგვიანებით ისევ დააკავეს. რაც დენგლერის ციხის ბანაკიდან გაქცევის შემდეგ ნათელი ხდება, ისაა, რომ დოკუმენტური ფილმის სათაური მხოლოდ მისი ბავშვობის სურვილზე არ არის. ჯუნგლებიდან ერთადერთი გამოსავალი ვერტმფრენია. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, რომ დახმარებისთვის მიეცა სიგნალი, დენგლერი საბოლოოდ 1966 წლის 20 ივლისს იპოვეს, გაქცევიდან 23 დღის შემდეგ. თავდაპირველად ეკიპაჟს არ სჯეროდა, რომ ის ამერიკელი სამხედრო ტყვე იყო, რადგან მისი დაჯერიდან დიდი დრო იყო გასული, მაგრამ დენგლერმა შეძლო მათი დარწმუნება. ნომერი 5. ცნობები იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ქვეშ მდებარე გვირაბებში ადამიანები ან არსებები ცხოვრობენ, თითქმის იმავე ხნისაა, რამდენიც თავად გვირაბებია. ამ ისტორიებში საუბარია როგორც უბრალო უსახკაროებზე, ასევე საშიშ დამნაშავეებზე და ნამდვილ ზებუნებრივ არსებებზეც. 1990-იანებისა და 2000-იანი წლების დასაწყისში ინტერესმა იმაზე თუ ვინ ან რა შეიძლება ცხოვრობდეს ნიუ-იორკის ქვეშ მდებარე გვირაბებში, გამოიწვია წიგნების და დოკუმენტური ფილმების სერია, რომლებიც ეთუნებოდა ეგრეთ წოდებული მოლ ადამიანებს. გადასტურებულად სიმართლე იყო ის, რომ ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ მეტროს გვირაბებში, მაგრამ მათ შესახებ მოყოლილი ისტორიები სიმართლეს ნაკლებად შეესაბამებოდა. ხმები გვირაბში, მოლ ადამიანების ძიებაში იყო ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ცდილობდა გაერკვია ამ ისტორიებიდან რამდენი იყო სინამდვილეში მართალი. 2008 წლის დოკუმენტური ფილმი შთაგონებულია მწერალ Jennifer Thought's წიგნით. 1993 წელს თოთმა გამოაკვეკნა წიგნი მოლ ადამიანები, ცხოვრება ნიუ-იორკის ქვეშ მდებარე გვირაბებში. თოთის თქმით, მან არაერთხელ იმოგზაურა გვირაბებში, მათ შორის თავისუფლების გვირაბშიც, სადაც ამტკიცებდა, რომ ნახა მთელი საზოგადოება ადამიანებისა, რომლებიც იშვიათად თუ ოდესმე ამოდიოდნენ ზედაპირზე. იქ იყვნენ მასწავლებლები, არჩეული მერები და ბავშვებიც კი, რომლებიც მიწის ქვეშ იყვნენ დაბადებულნი. ადამიანები ძირითადად იმით ცხოვრობდნენ, რასაც იპოვიდნენ და მხოლოდ რამდენიმე მათგანი ამოდიოდა ზედაპირზე რესურსების მოსაპოვებლად. თოთის წიგნი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა ამ თემაზე, თუმცა მალე ხალხმა მის ისტორიებში ეჭვის შეტანა დაიწყო. თოთის წიგნში მრავალი ინტერვიუ იყო თავად გვირაბის მცხოვრებლებთან და ამ ისტორიებიდან ძამი ზოგიერთი სრულად გამოგონილია. მაგრამ მეტროს ექსპერტებმაც არნიშნეს, რომ გვირაბების განლაგება შეუძლებელია, რაც ეჭვს აჩენს თოთის მონათხრობზე იმის შესახებ, რაც მან სინამდვილეში ნახა. საკამათო საკითხების მიუხედავად, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გვირაბებში მართლაც ცხოვრობდნენ ადამიანები, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც თოთი ამტკიცებდა. ხმები გვირაბში მიხვება რეჟისორებს Wick Davids, Kenny Cherry'სა და Eric Oberholzer's, როცა ისინი გვირაბებში მიდიან სიმართლის საძიებლად. ფილმში წარმოდგენილია ინტერვიუები Top-თან, სადაც ის ხსნის, რა მიიქცია მისი ყურადღება ამ თემის მიმართ პირველად. ასევე ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ გვირაბებში. ზოგ შემთხვევაში ძნელია დაიჯერო ის ისტორიები, რასაც ინტერვიუში მყოფი უსახლკარო ადამიანები ყვებიან. შესაძლებელია, რომ ინტერვიუში მონაწილე მამაკაცებს ადრე სიცოცხლე წაერთვათ ვინმესთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია, ისინი უბრალოდ იმ დანაშაულებზე ტრაბახობენ, რომლებიც არასდროს ჩაუდენიათ. დოკუმენტური ფილმი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ შესაძლოა საკუთარ თემატიკას ექსპლუატირებდეს.
სხვა დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც ნიუ-იორკის გვირაბებში მცხოვრებ ადამიანებზეა გადაღებული, ხმა გვირაბებში ავტორებს არ ჰქონდათ კავშირი იქაურ უსახლკაროებთან და გაურკვეველია მიიღო თუ არა ვინმე ფილმში მონაწილეთაგან რაიმე სარგებელი ამ დოკუმენტური ფილმიდან. ნომერი 4. Efti შეხედვით, ცის კარიბჭე დოკუმენტური ფილმია შინაური ცხოველების სასაფლაოებზე. ეს მარტივი იდეა, რომელსაც მაშინდელი სხვა რეჟისორებიც კი ფიქრობდნენ, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საკმარისი არ იქნებოდა. მაგრამ 85 წუთიანმა დოკუმენტურმა ფილმმა მოახერხა საზოგადოების და კინოკრიტიკოსების ყურადღების მიპყრობა და მისი შექმნიდან 45 წელზე მეტი გავიდა, რაც დღემდე რეკომენდებულ დოკუმენტურ ფილმად ითვლება. სამოთხის კარიბჭე ეროლ მორისის პირველი დოკუმენტური ფილმია და მან დაარღვია ყველა ის წესი, რაც ინდუსტრიაში ჩვეულებრივად ითვლებოდა. ეს არ არის დაკვირვებითი ტიპის დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1978 წელს ფილმის გამოსვლის დროს პოპულარული იყო, არამედ ის საშუალებას აძლევს გმირებს თავად წაიყვანონ ამბავი. თითოეული კადრი ფრთხილად არის დადგმული, მაგრამ კამერის უკან თითქოს არ არის დიდი კონტროლი საუბრის მიმართულებაზე. სამოთხის კარიბჭე იწყება ფლოიდ მაკლორის ისტორიით, რომელიც შინაური ცხოველების სასაფლაოს მფლობელია. ის ხსნის, როგორ ყოველთვის ზრუნავდა ცხოველებზე და ბავშვობაში მეგობარს დაეხმარა ძაღლის სწრაფად დამარხვაში, სანამ ნაგვის მანქანა წაიღებდა მას. როცა მაკლურმა საკუთარი ძაღლი დაკარგა, მან იპოვა მიწის ნაკვეთი, რომელიც მისთვის შესაფერისად მიიჩნია და გამოყო ერთი აკრი მხოლოდ დამარხვისთვის. დროის განმავლობაში სხვებით შეუერთდნენ მას იმ იმედით, რომ თავიანთი შინაური ცხოველები ხივსევლად დაემარხათ. მაგრამ მაკლურის თქმით, მან გული ფულზე მაღლა დააყენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ დროისთვის, როცა დოკუმენტური ფილმი იღებდნენ, მისი შინაური ცხოველების სასაფლაო უკვე აღარ ფუნქციონირებდა. მორისმა პირველად თავისი ფილმის თემა გაზეთის სტატიაში წაიკითხა. ასობით შინაური ცხოველი იყო დაკრძალული სასაფლაოზე და ახლა ისინი ნაპას ხეობაში გადაასვენეს მას შემდეგ, რაც მაკლურის ბიზნესი დაიხურა. ფილმის მეორე ნახევარში წარმოდგენილია ინტერვიუები ჰარბერტსების ოჯახთან, რომლებიც ბაც ბაბლინგ ველის შინაური ცხოველების მემორიალური პარკის მფლობელები იყვნენ. ოჯახი შედგება მშობლებისგან, რომლებმაც ბიზნესი დაიწყეს და ორი ზრდასრული შვილისგან, რომლებსაც თითოეულს საკუთარი უნიკალური შეხედულება აქვთ, როგორც ბიზნესზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. დან ერთ-ერთი შვილი აშკარად უფრო მეტადაა დაინტერესებული ველზე მუსიკის დაკვირით, ვიდრე ოჯახური ბიზნესით. ცხოველთა სასაფლაოს ბიზნესში უშუალოდ ჩართულებთან ერთად დოკუმენტური ფილმის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ინტერვიუს აღთმევენ. ერთ-ერთი მათგანი ფლორენს რასმუსენია, ხანდაზმული ხალი, რომელიც ცხოვრობდა სახლში, რომელიც მაკლურის სასაფლაოს გადახურებდა. მისი ინტერვიუ იწყება შინაურ ცხოველებსა და ცხოველებზე საუბრით, მაგრამ შემდეგ გადადის სხვადასხვა ისტორიებზე მისი ცხოვრებიდან, რომლებიც როგორც ჩანს, სრულიად არ უკავშირდება ცხოველთა სასაფლაოს ბიზნესს. ის საუბრობს შვილიშვილზე, რომელიც გაზარდა, მანქანებზე, რომლებიც უყიდა და მის წარუმატებელ ქორწინებაზე. ხშირად საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი გრძელი და დაუმუშავებელი ინტერვიუ დოკუმენტური ფილმის ვარსკვლავად აქცია. ასევე ინტერვიუ ჩამოართვეს ერთ წყვილს, რომლებმაც ახლახან დაკრძალეს თავიანთი შინაური ცხოველი ბაბლინგ ველსში. წყვილი საუბრობს იმაზე, რომ შინაური ცხოველი უბრალოდ მიუთი არ არის, რის გამოც რთულია გადაწყვიტო, რა ქნა როცა ისინი კვდებიან. ხალი ამბობს, აი შენი ძაღლია, მაგრამ სად არის ის რაღაც, რაც მას ამოძრავებდა? რაღაც ხო უნდა ყოფილიყო, არა? ბევრი მაყურებლისთვის ცათა კარები მხოლოდ შინაური ცხოველების სასაფლაოებზე არ არის, არამედ ეხება ფილოსოფიურ კითხვებს ცხოვრებაზე და იმას, რას ნიშნავს სიყვარული და დანაკარგი. იქნება ეს ოჯახის წევრი თუ შინაური ცხოველი. ნომერ 3. 2020 წლის დეკემბერში 2025 წელს Netflix-მა გამოუშვა საკამათო დოკუ-სერიალი, რომელიც მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუ პლატფორმაზე იმ პერიოდში. შონ კომსის ანგარიშწორება იკრებდა მუსიკალური მაგნატის აღმავლობასა და დაცემას, მათ შორის აღწევდა ყველაზე შემზარავ დანაშაულებს, რაშიც მას ადანაშაულებდნენ. კომსი 90-იანი წლებიდან მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მრავალი ბრაუნდებლის თქმით, მისი მაკონტროლებელი და ძალადობრივი ქცევა მთელი ამ დროის განმავლობაში არსებობდა. როდესაც მის წინააღმდეგ ბრალდებების სია გაიზარდა, მისი სახლები შიდა უსაფრთხოების სამსახურმა დაარბია და ის მრავალ ბრალდებაზე დააკავეს. გრძელი სასამართლო პროცესის შემდეგ 2025 წლის მაისში ის დამნაშავედ ცნეს ორ შედარებით მსუბუქ ბრალდებაში, რაზეც სასამართლო მიმდინარეობდა და 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Netflix-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით, ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. The Reckoning-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო კორტის ჯექსონი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რეპერი 50 Cent-ი. ჯექსონს ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა კომსთან, მაგრამ რეპერის თქმით მან დოკუმენტური ფილმი იმისთვის გადაიღო, რომ მსხვერპლებს ხმა მიეცათ. შესაბამისად, დოკუმენტური ფილმი ძირითადად შედგება ინტერვიუებისგან იმ ადამიანებთან, რომლებიც კომს მის კარიერაში იცნობდნენ და შეეძლოთ დაემოწმებინათ მისი ცხოვრების ბნელი მხარეები. ინტერვიუში მონაწილეობდნენ ბავშვობის მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები და არტისტები, რომლებიც მის მუსიკალურ ლეიბლთან ჰქონდათ კონტრაქტი. მათ აღწერეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავის გარშემო უკიდურესად აკონტროლებდა და როგორც ჩანს, დიდად არ აინტერესებდა სხვების აზრების აზრი და მონაწილეობა.
ერთმა არტისტმა აღწერა 14 დღიანი ციკლები, როდესაც კომსი 2 კვირის განმავლობაში უწყვეტად ფხიზლობდა, ხშირად არალეგალური ნივთიერებების გამოყენებით და სხვა შემსრულებლებს სტუდიაში აჩერებდა, სანამ თავად მუსიკაზე მუშაობდა. მაგრამ დოკუმენტურ ფილმში ყველაზე შემაძრწუნებელი და გავლენიანი ისტორიები მოვიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც კომსის სავარაუდო მსხვერპლნი იყვნენ. Aubrey O'Day მომღერალია, რომელიც ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო შოუში Making's Band Sam, MTV-ს გადაცემაში, რომელიც კომსმა შექმნა. O'Day გახდა გამორჩეული ვარსკვლავი და Danity Kane-ის ლიდერი, გოგონათა ჯგუფისა, რომელსაც კომსი მენტორობას უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კარგად ერგებოდა ამ როლს, მას შემდეგ რაც კომსთან უთანხმოება მოუვიდა, ჯგუფიდან გაათავისუფლეს. იმ დროს ძალიან ცოტა დეტალი იყო ცნობილი, თუ რატომ მოხდა ეს. კომსი უბრალოდ ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში, რაც მას იცნობდა, O'Day შეცვლილი იყო. დოკუმენტურ ფილმში O'Day ავცელებს არასათანადო ელ-პოსტებს, რომლებიც მისი თქმით კომსისგან არის მიღებული. მისი თქმით კომსი დეტალურად აღწერს რა სურს, რომ მასთან გააკეთოს. O'Day-მ უარი თქვა ნებისმიერ აქტივობაში მონაწილეობაზე და მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს საბოლოოდ. ეს თავისთავადაც საკმარისად ცუდია, მაგრამ O'Day ასევე ამხელს, რომ კომსმა შეიძლება სიტყვებზე მეტადაც შორს წავიდა. ფიციერი ჩვენების მიხედვით კიდევ ერთი ქალი ამტკიცებს, რომ ოთახში შევიდა და O'Day უგუნოდ მყოფი ნახა, ხოლო კომსი და კიდევ ერთი მამაკაცი მასთან არასათანადოდ იქცეოდნენ. ეს ემოციური ინტერვიუა, რომელიც რეალურ სურათს აჩვენებს კომსის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ, რაც შეიძლება უფრო სენსაციურმა გაშუქებამ დაჩრდილოს. დოკუმენტური ფილმი კლავს საკამათოა. მანამდე სანამ ფილმი გამოვიდოდა, კომსის გუნმა ის დაახასიათა როგორც დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც იყენებდა საავტორო უფლებებით დაცულ კადრებს, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული. კადრები გადაღებულია კომსის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე და აჩვენებს, როგორ განიხილავს ის თავის დამცველ ადვოკატთან, როგორ უნდა მოიქცეს და გარეგნულად ყველაფერი რიგზე აჩვენოს. გუნდმა Netflix გაუგზავნა შეწყვეტის მოთხოვნის იურიდიული წერილი დოკუმენტური ფილმის გამოსვლამდე, თუმცა ის დღემდე ხელმისაწვდომია. ნომერი 2. როდესაც დაიწყო სასამართლო პროცესი ყოფილი Enron-ის ხელმძღვანელების Jeff Skillingისა და Ken Lay-ის წინააღმდეგ, პროკურორის შესავალი სიტყვა შთაგონებული იყო დოკუმენტური ფილმით, რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა. სასამართლო პროცესი Skillingისა და Lay-ის წინააღმდეგ ფოკუსირებულია თაღლითობის შემთხვევებზე, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს კომპანია. დოკუმენტურმა ფილმმა აჩვენა, თუ როგორ გამოაშკარავდა ეს თაღლითობა და კიდევ ყველა ის შემზარავი რამ, რასაც Enron აკეთებდა და რაც სასამართლო საქმეში არ იყო გაშუქებული. Enron-ი ყველაზე ჩვიანი ბიჭები ოთახში დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნზე, რომლის ავტორებიც არიან ჟურნალისტები Bethany McLean და Peter Elkin. 2000 წელს Enron-ი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია იყო. ის დაიწყო როგორც ჩვეულებრივი ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც ამ რესურსების მომხმარებლამდე მიტანაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ მალე დაიწყო გაზის ფასებზე ფსონის დადება და ამ ვაჭრობებიდან უზარმაზარი მოგების მიღება. კომპანია სხვადასხვა სფეროში გაფართოვდა, მათ შორის ვიდეო მოთხოვნის სერვისებში და თუნდაც ამინდის დერივატივებში. დოკუმენტური ფილმი აჩვენებს, როგორ კარგავდა Enron-ი ფულს, მაშინ როცა ყველა სხვა სუქნიდა შთაბეჭდილებას, რომ კარგად იყო. მან მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის სტილი, რომელიც საშუალებას აძლევდა ყველა მოსალოდნელი მოგება მაშინვე დაეფიქსირებინა. ეს ნიშნავდა, რომ როდესაც ინდოეთში ელექტროსადგურზე მუშაობა დაიწყო, მაშინვე შეეძლო დაეფიქსირებინა მთელი ის თანხა, რომის მიღებასაც ამ პროექტიდან ელოდა. Enron-ის ზარალები და ვალები დამალული იყო ფიქტიურ კომპანიებში, რომლებიც Andy Fastows ეკუთვნოდა. Fastows კომპანიები ხიდულობდნენ ცუდად მომუშავე აქტივებს, რაც ნიშნავდა, რომ ისინი აღარ ფიქსირდებოდა კომპანიის ბუღალტერიაში. ეს იყო კრიმინალური ფინანსური გარიგებები, რომლებმაც Enron-ის ხელმძღვანელობა კონგრესის კომიტეტის წინაშე დააყენა. მაგრამ ეს ერთადერთი ბნელი საქმიანობა არ იყო, რომელიც დოკუმენტურმა გამოავლინა. Enron-ი ჩაერთო კალიფორნიაში ახლად დერეგულირებულ ელექტროენერგიის სექტორში. მან გააცნობიერა, რომ თუ გარკვეულ დროს თავის ელექტროსადგურებს გამორთავდა, ხელოვნურად შექმნიდა ელექტროენერგიის დეფიციტს, რაც ფასებს გაზრდიდა. ამან ხელი შეუწყო ელექტროენერგიის პერიოდულ გათიშვებს, რაც შტატში 2000 და 2001 წლებში მოხდა. ამ პერიოდში ორი ქალი უფრო ყურადღებით დააგვერდა Enron-ის კომპანიას. ერთ-ერთი მათგანი იყო Bethany McLean, ჟურნალ Forbes-ის ჟურნალისტი. ჟურნალი Forbes-ი მუდმივად მაღალ შეფასებას აძლევდა Enron-ს, მაგრამ McLean-მა უფრო დეტალურად დაათვალიერა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ ვერ ხდებოდა ზუსტად როგორ გამოიმუშავებდა კომპანია ფულს. დოკუმენტურ ფილმში ის ხსნის, როგორ მოახერხა კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან შეხვედრის დანიშვნა პატარა ფანჯრების გარეშე ოთახში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერს უხსნიდნენ, მაგრამ ციფრები მაინც არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მან 2001 წლის მარტში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით Enron-ი ზედმეტად ფასობს. სტატიაში არ იყო ნათქვამი, რომ რაიმე უკანონო ხდებოდა, მაგრამ ამის გამო Enron-ის მხრიდან მას დაცინვა შეხვდა. Enron-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტატია მხოლოდ იმიტომ გამოქვეყნდა, რომ Forbes-ის კონკურენტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც კომპანიას აქებდა. Bethany McLean დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია. ის დეტალურად ხსნის, რა ფინანსური ოპერაციები ხდებოდა და რა სირთულეები ხდებოდათ მათ, ვისაც კომპანიის გამოძიება სურდა.
კიდევ ერთი რესპონდენტია, Sharon Watkins. Watkins Enronში განვითარების ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2001 წლის აგვისტოში ის ასევე ამოწმებდა კომპანიის ფინანსურ მონაცემებს და აღმოაჩინა არარეგულარობები. ეს მხოლოდ კრეატიული ბუღალტერია არ იყო. მან ანონიმური მემორანდუმი მისწერა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და შემდეგ პირადადაც ესაუბრა მას. კომპანია ამტკიცებდა, რომ მის შეშფოთებებზე გამოძიებას ჩაატარებდა, მაგრამ დამოუკიდებლობა არ იყო და პრობლემა კვლავ უგულებელყვეს. მაგრამ ეხლა სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებდა Enron-ის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. როდესაც სკანდალი საბოლოოდ გახმაურდა, Watkins-ის მემორანდუმი აღმოაჩინეს და მან კონგრესის კომიტეტში მისცა ჩვენება. მან შეძლო ცხადი გაეხადა, რომ კომპანიაში მყოფი ადამიანები იცოდნენ რა ხდებოდა და ეს მხოლოდ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ტრეიდერის საქმე არ იყო. 2002 წელს ის Time-ის წლის ადამიანებს შორის დაასახელეს, როგორც ერთ-ერთი 3 მამხილებლიდან. Skilling delay ორივე მრავალი თაღლითობის მუხლით დამნაშავედ ცნეს. Lay გარდაიცვალა მანამდე, სანამ სასჯენის მოხდას დაიწყებდა, ხოლო Skilling-მა ციხეში 12 წელი გაატარა. ნომერი 1. მე ვფიქრობ, რომ ვგონებ ახლა მარტო ვართ. არის 2008 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ფანებისთვის უფრო და უფრო მარტივი გახდა პარასოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება იმ ცნობილ ადამიანებთან, რომლებსაც ისინი აღმერთებენ. ეს ფილმი უხერხულსაყურებელია, მაგრამ უცნაურად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება იყოს ცხოვრება იმ ფანებისთვის, რომლებიც ყველაფერს ზედმეტად შორს მიჰყავთ. დოკუმენტური ფილმი მიჰყვება Jeff Turner-ს და Kelly McCormick-ს, 80-იანი წლების პოპ-მომღერალ Tiffany's ორფანს, რომლებიც სხვა ფანებმა და მედიამ სტალკერებად გამოაცხადეს. ორივეს გონია, რომ Tiffany-სთან რაღაც სახის ურთიერთობა აქვთ და ფილმი ნათელს ფენს, როგორ შეცვალა ამ ობსესიამ მათი ცხოვრება. Turner-ი 50 წლის კაცია Santa Cruz-დან, კალიფორნიიდან. დოკუმენტური ფილმის დასაწყისში ის ხსნის, რომ Tiffany და ის ერთმანეთს თითქმის მთელი ცხოვრება იცნობენ. ის აჩვენებს თავის სუვენირების კოლექციას, რომელშიც შედის ჟურნალები, სადაც Tiffany გამოჩნდა და ფოტოები, რომლებიც ერთად აქვთ გადაღებული ფანებთან შეხვედრებზე. ის მუდმივად მას თავის ახლო მეგობრად მოიხსენიებს, მაშინაც კი როცა აჩვენებს შეზღუდვის ორდერებს, რომლებიც Tiffany მის წინააღმდეგ მიიღო და გაზეთის ამონაჭრებს მისი მცდელობების შესახებ, რომ მასთან დაახლოებულიყო. ეს მოიცავდა ერთ შემთხვევასაც, როცა მან Tiffany-სკენ מחვილით მიახლოვდა. Turner-ის აკვიატებულობამ ის მარტო დატოვა, ცხოვრობს სახლში, რომელიც სავსეა ნაგვით და წარსულის სუვენირებით. მას ყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც დოკუმენტურ ფილმში ინტერვიუ მისცეს. მათ აღნიშნეს, რომ Turner-ი აუტიზმით ცხოვრობს, რაც მის აკვიატებულობასა და იზოლაციას განაპირობებს. McCormick-ი დოკუმენტურ ფილმში მეორე ადამიანია, რომელსაც გვაცნობენ. ის დენვერიდან კოლორადოდანაა და მისი აკვიატება Tiffany-ის მიმართ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. ის ველოსიპედის ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც გარკვეული დრო კომაში იყო და ამ პერიოდში McCormick-ს ესიზმრა ხალი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მიყავდა. როცა გამოიღვიძა, მას Tiffany-ის მუსიკა გააცნეს და მან ამოიცნო ის, როგორც ხალი თავისი სიზმრებიდან. McCormick-ი თვლის, რომ მისი ბედი Tiffany-სთან ყოფნა. დოკუმენტურის ერთ უხერხულ და სევდიან მომენტში ის Tiffany-სა და მისი ქმრის ურთიერთობაზე საუბრობს. McCormick-ი თვლის, რომ ამ კაცმა მისი იდენტობა და ცხოვრება მოიპარა და Tiffany-ს ატყუებს. სადია ფსიქიკური დაავადება ორივე Turner-ისა და McCormick-ისთვის ფაქტორია. ზოგჯერ დოკუმენტური ფილმი თითქოს ამით სარგებლობს, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში. Turner-ი და McCormick-ი პირველად ხვდებიან ერთმანეთს, რათა ლას-ვეგასში Tiffany-ის კონცერტს დაესწრონ. ისინი ჩანს, როგორც ცეკვავენ და Tiffany-ით მოხიბლულები არიან. მისი არც ერთი სიმღერა დოკუმენტურ ფილმში არ ჟღერს, ხოლო კონცერტი ჩუმი და სევდიანი ფონური მუსიკით არის გადაფარული. კონცერტის ბოლოს Turner-ი და McCormick-ი თავიანთ კუმირს შეხვედრაზე ხვდებიან. Tiffany-ის მხოლოდ მოკლე მომენტები ჩანს, მაგრამ აშკარაა, რომ ის ამ შეხვედრაზე აშკარადად უხერხულად გრძნობს თავს. სამწუხაროდ ეს Turner-ს ან McCormick-ს არ დაეხმარა და ორივე ტოვებს ადგილს ისეთ შეგრძნებით, თითქოს არტისტთან ნამდვილი და უნიკალური კავშირი ჰქონდათ. დოკუმენტურ ფილმს უწოდეს მიუკერძოებელი შეხედულება ფსიქიკურ დაავადებებზე და ის Turner-სა და McCormick-ს საშუალებას აძლევს თავიანთი ისტორიების შეუფერხებლად და წინააღმდეგობების გარეშე მოკვნენ. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის დაჭერა, რომ ჩვენი მომავალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.